ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს მოსკოვში შეხვდა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ანქვაბი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით მართავს შეხვედრებს. პრეზიდენტის რეზიდენციაში მოწყობილ შეხვედრაზე მან ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. მათ აგვისტოში დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრეს, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობიდან 5 წლის თავს მიეძღვნება. Я абсолютно с вами согласен. В августе для нас. ვეთანხმები პრეზიდენტს, რომ აგვისტოში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს აღსანიშნი. ეს ჩვენი დამოუკიდებლობის 5 წლის თავია. ის დღე, როცა დამოუკიდებლობა რუსეთმა სცნო. გვინდა ამ თარიღამდე განვითარების უკეთესი დონით მივიდეთ. К ней с еще лучшими результатами. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას. ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მიდის საუბარი ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდთან დაკავშირებით, რომელიც არის სწორი კონტექსტის საუბრებისა. ყოველი ასეთი ტიპის შეხვედრა აზიანებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას. ეს არის ძალიან ცუდი. მე ამაზე შეფასება გავაკეთე უკვე გუშინ და ყველასთვის ცნობილია, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის ჩვენი ეგრეთ წოდებული წითელი ხაზები, რომ საქართველო არასოდეს არ შეურიგდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას.